გამარჯობათ. ირაოს ბოლო 3 გადაცემა საფრანგეთის ექსპედიციას მიეძღვნა. ამჯერად ჩვენ საქართველოში ვიმოგზაურებთ, კერძოდ კახეთში. ჩვენი პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც უყვარს თავგადასავალი და სურვილი აქვს უკეთ გაიცნოს თავისი ქვეყნის ბუნება და ისტორია. კახეთის ექსპედიციას მაყურებელთა წერილები დაედო საფუძვლად და ჩვენი მოგზაურობის მთავარი მიზანი ბანთისა და კისისხევის მიუვალი ქვაბულების ნახვა გახდა. შეგახსენებთ, რომ ჩვენთვის საინტერესოა ყოველივე, რაც კი საქართველოს უკავშირდება, ასე რომ შეგვეხმიანეთ. როცა გაქვს სურვილი შეცნობისა, აუცილებლად ჩნდება მიზანი. როცა გაქვს მიზანი, აუცილებლად ჩნდება სურვილი მისი განხორციელებისა. ხშირად გონია თითქოს ის, რასაც ეძებ ძალიან შორს არის, მაგრამ ის, რაც ერთი შეხედვით მიუწვდომელია, თურმე ჩვენს გვერდითაა დაავანებული, უბრალოდ ჩვენ მას ვერ ვამჩნევთ. წარსული თავისებურ ენაზე ესაუბრება მომავალს, საჭიროა მხოლოდ ამ ენის სოდნა. თუ ეს შეძელი, დიალოგი ისტორიასთან აუცილებლად შესდგება. მოგზაურობის პირველი ეტაპია სოფელი ვანთა. მოსახლეობის ინფორმაციით ამ ტყეში მრავალი დღემდე შეუსწავლელი და დაუფიქსირებელი ძეგლია. ჩვენი მეგზური პაპაოთარი თავად არის ბევრი ქვაბისა თუ სახიზრის აღმომჩენი. აქაურობა წამიერად გვიცვლის განწყობას და ჯგუფის ყოველ წევრს აღმოჩენის სიხარულით აჯილდოვებს. ეგონება ნაკსოვია რა ესეთია. შენ ფუტურო. ბუნება ხელოვანია. როგორი გარემონდა, როგორი ტყე არის, თითქოს აქედან ბუნება იყო საყდარს, რა ვარიანტი არ არის ვაშობას. არასდროს გამორიცხული. ამ დღეს ადგილობრივები ნაქცევს უწოდებენ. სახელწოდების წარმომავლობა მათთვის უცნობია. თუმცა თავად გარემო მიგვანიშნებს იმაზე, რომ აქ ოდესღაც დიდი სამონასტრო კომპლექსი არსებობდა, რადგან სწორედ ასეთ უდაბურ ადგილს უფრო ზუსტად კი უდაბნოს ირჩევდნენ განდეგილები განმარტოებისათვის. ის, რასაც ჩვენ გზა და გზა ვაწყდებით, თავისებურად ამართლებს ჩვენს ვარაუდს. მართალია მონადირის ხის ქოხი და მწყებსების ნასახლარი არ არის საკმარისი არგუმენტი ამისთვის, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ ამ მთების მიღმა ქართული სულიერების კერა, დავით გარეჯის ლავრა, უკვე ბევრ ამაზე მეტყველებს. რადგან რა იქნება? ადგილობრივებმა ვერაფერი გვითხრეს ამ ტაძრის შესახებ. ერთადერთი რაც ჩვენ შევიტყვეთ, არის ის, რომ ამ ეკლესიას საღამძილე საყდარი ეწოდება. ამ კედლებს დღეს მხოლოდ ეს ხე ამაგრებს, რადგან ადამიანმა მიატოვა ღვთის სახლი, მიატოვა და დაისაჯა. ნანგრევებიდან თითქოს თავად წარსული გვიმზერს წყენით. ჩვენი გამყოლის ინფორმაციით საღამძილეს ტაძრის ძირში პატარა სამლოცველო იყო განთავსებული, საიდანაც კლდის ქვაბულებისაკენ საიდუმლო გვირაბი მიემართებოდა. დღეს ყველაფერი ნანგრევებად არის ქცეული, მაგრამ თვით არასპეციალისტის თვალიც კი საკმარისია იმისთვის, რომ აქ უნიკალური არქიტექტურული ძეგლის, ამ შემთხვევაში საძვალეს არსებობა დაადასტუროს.
რამდენიმე წლის წინ წყემსები ამ ადგილს საღოროდ იყენებდნენ, ამიტომ აქ დიდხანს გაჩერება შეუძლებელია. კიდევ ერთი დასტური იმ აქსიომისა, რომ ღმერთს მოშორებული ადამიანი თავის წარსულსაც ივიწყებს და მომავლის იმედსაც კარგავს. კიდევ ერთი მაგალითი ჩვენი გულგრილობისა, რომელიც ყოველთვის ზვირად გიჯდებოდა. მიყვებით აღმოჩნდა, სწორედ ამ თის კალთაზე აღმოაჩინა პაპაოთარმა უცნაური მღვიმე სახიზარი, რომლის დაფიქსირებასაც ჩვენ ვიდეო ხირზე ვაპირებთ. აქ განლაგებული ქვაბულებიდან ვირჩევთ ყველაზე ძნელად მისასვლელს. ყველა სასიამოვნო მოლოდინის გრძნობა ავსებს, რადგან ჩვენი ექსპედიცია წარსულთან საუბრის დაწყების ერთგვარი მცდელობაა. აღმართი დასრულდა და ჩვენს ქვაბულს მივახლოვდით. მზადდება სადაზღვევო თოკი, რომელიც ამავე დროს კლდეზე ასვლაშიც დაგვეხმარება. ეს ვიწრო ხვრელი გვირავში ჩასასვლელია, რომელიც ქვაბულის ზედა ძირითად იარუსს უკავშირდება. რა ხდება? აი ცოტა ხვრელი მიდიოდა. ჩამოშლილია აქ. აუ, რამდენი კოღოა? აქ ჩამოშლილია. მაგ ეს მის კოღოების, მაინც ჩუმად. შევჭამენ ახლა გინ შუქით. გავიდეთ აბა იქეთკენ გავიდეთ. შევჭამენ შუქი გამურთე. გამურთი შუქი. სავარაუდო რომ აქ მარჯვენა გასასვლელიც არსებობდა, მაგრამ ის მიწაყრილითაა დაფარული. ამიტომ მივყვებით მღვიმის მარცხენა მხარეს, რომელსაც თავისებური ჭის ფორმის გვირაბთან მივყავართ. ზედა სართულზე ასვლა ჩვენი წინაპრები ალბათ საგანგებო დამუშავებული ხის მორებით ახერხებდნენ, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში მოხერხებულად გადამავლებდნენ სამალავში. ასეთ ვიწრო გასასვლელში დაუპატეჟებელი სტუმრების მოგერიებაც არ იყო ძნელი. მღვიმეში ყველა დეტალს ოსტატის ხელი ეტყობა. ბუნების ქნილება ადამიანის ფანტაზიასთან ერთად საოცარ ერთობას ქმნის. მანთელები თვლიან, რომ ეს ქვაბული ლეკებისაგან თავის დასაცავად გამოიკვეთა, თუმცა ქვის ოთახის ინტერიერი მეტყოლებს იმაზე, რომ აქ გაცილებით ადრე უცხოვრიათ. ჩვენ კვლავინდებურად ვატყობთ ამ მხარის სულიერ და მისტიურ ერთობას დავით გარეჯთან, როგორც მერე შევიტყობთ არც თუ ისე უსაფუძვლოდ. პაპაოთარი კმაყოფილია, რადგან დიდი ხნის ნანატრი ოცნება აუსრულდა. კმაყოფილია ჯგუფის თითოეული წევრიც. ნაქცევის დღეში და საერთოდ ვანთის ხეობაში მსგავსი ქვაბულები მრავლად არიან. ქმნიან თუ არა ისინი საღანძილის საყდართან ერთად ერთიან არქიტექტურულ კომპლექსს, ალბათ სპეციალისტების შესაბამისი კვლევის შემდეგ დაადგენენ. მით ვანთა მაღალმთიან ადგილზე მდებარეობდა, მაგრამ ჟამთა სიავის გამო მოსახლეობა აიყარა და სოფელი თანდათანობით ზვავივით დაეშვა ბარში. ლამაზი კარმიდამო მიტოვებულ ნასახლარად გადაიქცა. ეს ხუროთმოძღვრული კომპლექსი ფეოდალური ხანის კახეთის არქიტექტურის ერთ-ერთი ნიმუშია. გადმოცემით ამ შენობას საპატიმროდაც იყენებდნენ. ასეთი დაწესებულება ერთადერთი იყო მთელს კახეთში. სოფელში ჯერ კიდევ ახსოვთ, როგორ აფეთქებდნენ ბოლშევიკები საკუთარ ისტორიას, როგორ ინგრეოდა წლების მანძილზე დაგროვებული სულიერება. სოფლის სახელწოდება ვანთა სავარაუდოდ ვანიდან მომდინარეობს, რაც ბინადრობის ადგილს, საცხოვრებელ სადგომს ნიშნავს. თუმცა ეს სიტყვა სხვა შინაარსად შეიცავს. საფარველი, საფარი, სავანე, განსასვენებელი, სამკვიდრებელი. ასე რომ ეს ტოპონიმი თავად მოიცავს მრავალ კითხვაზე პასუხს და თავისებურად კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მოსაზრებას აქ სულიერების მაღალი კერის არსებობის შესახებ, რომელიც მისტიურ კავშირშია დავით გარეჯთან. მოგვიანებით ჩვენ მოვიძიეთ ისტორიული დოკუმენტი, ალექსანდრე I-ის სიგელი მიწერილი საქართველოს კათოლიკოსისადმი, რომელიც 1428 წლით თარიღდება. სიგელში დავით გარეჯის მონასტრისადმი შეწირულ აგარაკთა რიცხვში სოფელი ვანთაც არის დასახელებული. როგორც ხედავთ, გარეჯის მონასტრების სამფლობელო ალაზნის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე ვრცელდებოდა და ერთ მთლიან ჯაჭვს ქმნიდა. ჩვენთვის საინტერესო თემის კვლევას მივყავართ სოფელ აკურისაკენ, მამა დავითის მონასტერთან. კიდევ ერთი საინტერესო გვერდი ჩვენი ისტორიისა, კიდევ ერთი შეხვედრა წარსულთან. ბევრი მკვლევარი აკურის მამა დავითის მონასტრის დაარსებას მე-9 საუკუნის ცნობილ სასულიერო მოღვაწის ილარიონ ქართველის სახელს უკავშირებს. მატიანეში წერია, რომ ილარიონმა 855 წელს მამის სიკვდილის შემდეგ კახეთის ერთ-ერთ სოფელში დაარსა დედათა მონასტერი, სადაც მისი და დედა განაწესა. ხოლო თავად გარეჯის უდაბნოს დაუბრუნდა.
მართალია ბიოგრაფებს არ დაუზუსტებიათ ამ მონასტრის ადგილმდებარეობა, მაგრამ მკვლევარები ვარაუდობენ, რომ მატიანეში სწორედ აკურის მამა დავითზეა საუბარი. ჩვენამდე შემორჩენილი ბაზილიკის ტიპის ეკლესია, მდიდარი ნამარნევი, ძლიერი გალავანი, მონასტრის მატერიალურ და სულიერ სიძლიერეზე მეტყველებს. მამა დავითის ნალისებური თაღების დეკორატიულ ფორმებში მეცნიერები ილარიონ ქართულის საქტიტორო მოღვაწეობის ნიშნებსაც ხედავენ. როგორც ჩანს, მის მიერ გარეთში დამკვიდრებული ახალი ტალღა სამონასტრო ცხოვრებისა კახეთის სხვა რეგიონსაც შეეხო. თავად ფაქტი, მე-19 საუკუნეში კახეთის ცენტრში, გარეჯის უდაბნოს მეტოქის სავანეებისა და მონასტრის არსებობისა, მეტყველებს იმაზე, თუ რა ძლიერი კვალი დაატყო ამ სულიერმა ერთობამ კახეთის საერო თუ საეკლესიო ცხოვრებას. სწორედ აქედან დაიწყო განხორციელება საქართველოს გაერთიანების იდეამ, რომელიც ბრწყინვალე დაგვირგვინდა მე-12 საუკუნეში. გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, ალაზანს მარჯვნიდან ერთვის მდინარე კისისხევი, რომელიც ძირითადად თოვლისა და მიწისქვეშა წყლებით საზრდოობს. წელიწადის ამ დროს აქ წყალმცირობაა, თუმცა არც თუ ისე იშვიათია წყალმოვარდნა და ღვარცოფი. შემდგომად აკურის ხევისა ალაზანს მიერთვის კისისხევი, სადაც არის ქვაბნი მრავალნი და ნაქები ღვინო კონდოლისა. ასე აღწერს ვახუშტი კახეთის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეს. სწორედ ამ ხევის გმიუალ ქვაბულებში შეღწევა და მათი პირზე ფიქსაცია წარმოადგენს ჩვენი ექსპედიციის ძირითად მიზანს. ის ფაქტი, რომ ზოგიერთ მათგანში წლების განმავლობაში არავინ შესულა, უფრო ამძაფრებს კვლევის ინტერესს. მდინარე კისისხევის ხეობის ციცაბო ფლატის ზედა რეგისტრში დაახლოებით 30 გამოქვაბულია გამოკვეთილი. ერთი შეხედვითაც ცხადია, რომ საქმე გვაქვს ერთიან ხუროთმოძღვრულ ანსამბლთან. ამ ქვაბების ერთობა მოზრდილ სამონასტრო კომპლექსის არსებობას გვაფიქრებინებს. ქვაბულში არათუ შესვლა, არამედ მათთან მიახლებაც კი საკმაოდ რთული პროცესი აღმოჩნდა. ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ გადაწყდა გამოქვაბულებში თოკი დაშვება კლდის ზედაპირიდან, რადგან არამყარი ქანის ქვიშაქვის გამო კლდეზე ცოცვა საკმაოდ რისკიანია. ამიტომ აირჩიეთ შემოვლითი გზა მიზნისაკენ. გასასვლელია კონდამიანის ტყით საკმაოდ დიდი მასივი. სახელწოდება კონდამიანი ერთგვარი ლინგვისტური სახესხვაობაა კოზმასა და დამიანესი. სწორედ რომში წამებულ წმინდანთა უვერცხლო კოზმასა და დამიანის სახელობისაა სამეკლესიანი ბაზილიკა, რომელსაც ყველა მკვლევარი სავსებით დამაჯერებლად მე-6 საუკუნის შუახანით ათარიღებს. ეკლესია ამ ტიპის ნაგებობათა ერთ-ერთ უძველეს ჯგუფს მიეკუთვნება. როგორც მოგვიანებით შევიტყვეთ ჩვენი კვლევის ობიექტი და ეს ტაძარი აგაბნეული სხვა ნაგებობა ნაშთებთან ერთად კონდამიანის უდაბნო მონასტრის ერთობას ქმნის. ეკლესიის სიახლოვეს დადუღაბებული ჭაა მოთხრილი. შესაძლოა ბერები ასეთი საშუალებით წვიმის წყალს აგროვებდნენ. სოფელში იმასაც ამბობდნენ, რომ სწორედ აქედან გადიოდა საიდუმლო გვირაბი, რომელიც ეკლესიასა და გამოქვაბულს აკავშირებდა. საერთოდ ჩვენი გამყოლისაგან ბევრი რამ შევიტყვეთ, მაგალითად ის, რომ კისისხევი დავით გარეჯის მონასტრის ხელდასმული იყო და საეკლესიო სოფლად ითვლებოდა. გამყოლმა თავისებურად ახსნა სოფლის სახელწოდებაც და ბიბლიურ მეფე კისისთან დააკავშირა. სამწუხაროდ კონდამიანის მონასტრისაგან დღეს ეს ნანგრევები შემორჩა. სქელკანიანი ფითალო მთლიანად დაეუფლა ტაძრის კედლებს, ხოლო ტაძრის გუმბათზე სხვადასხვა ჯიშის ხეა ფეხმოკიდებული. გავერანებული ძველი დიდება საკმაოდ სევდიანი სანახავია. გლობასა ტყეში სიარული დამამშვიდებელია, რადგან ბუნებასთან და ისტორიასთან სიახლოვე ყოველთვის დადებით ემოციებს იწვევს. ყველა ძალიან გემრიელი ყოფილა საერთოდ. და დათვის როგორც რატომ ეძახე? დათვი ეტანება? რა კორნეილია, რა გახეჩავდი? თანდათანობით უახლოვდებით კლდის ზედაპირს. თავდაპირველად უნდა შეერჩეს ადგილი, სადაც უშუალოდ განხორციელდება დაშვება. სამზადისმა და ტერიტორიის დაზვერვამ საკმაოდ ბევრი დრო და ენერგია წაგვართვა. ეს ადგილია რა. ეხლა იქ მოვინიშნე მე ზედან დავინახე დიდი მუხა გამხმარ. ზედან დავინახე მუხას და იმის ცოტა მარცხნივ უნდა ავიღოთ და ეს გამოქვაბულია ყველაზე მიუვალია. ყველა მიუვალი. ეგ არის მიუვალი, იმიტომ რომ ქვეიდან მან ვერ ახვა. აი თუ ხეს რომ მიაკარებ, აი ხეს კი არ მოკიდე, თუ მიაკარებ, არა? იშლება. ქვაბული უკვე ამორჩეულია. ამოურჩევის ადგილიც, საიდანაც უშუალო დაშვება განხორციელდება. საქმეს ართულებს ის, რომ ქვემო და მოქმედების კოორდინაციის კონტროლი არ ხერხდება შესაბამისი კავშირის უქონლობის გამო. ამიტომ ყველაფერი ინტუიციასა და გამოცდილებაზეა დამოკიდებული.
გახდება. გავედი რა. სადამდე შეხედა. შევედინე. რა. ეკლესია როგორ შენ? საკუთრებია, 6-7 ოთახია. რაღაცა. მარცხელა. დაკლა მზადება. ჩასვლის სირთულეს ემატება ის, რომ მთელი პროცესი ფირზე უნდა დაფიქსირდეს. კიდევ ერთხელ მოწმდება დაზღვევა, აღჭურვილობა, რადგან ამ სიმაღლეზე დაშვებისას ყველაფერი ზუსტად უნდა იყოს გათვლილი. ამ ქვაბებში მეცნიერები რამდენჯერმე ყოფილან, მაგრამ შეიძლება ითქვას, კონდამიანის კლდის მონასტერში სამთო და სპელეო აღჭურვილობის გამოყენებით ჩასვლა პირველად ხორციელდება. ქვაბთა ეს უცნაური კომპლექსი კირქვის კონგლომერატულ ციცაბო მასივშია გამოკვეთილი. ნამუშევარი საკმაოდ სუფთაა, როგორც ჩანს, ოსტატებს რკინის წაწვეტებული 4 წახნაგა იარაღი გამოუყენებიათ. სწორკუთხა თუ თაღისებური